ყველაფერი შხამია და ყველაფერი წამალია. მხოლოდ დოზა აქცევს ნივთიერებას შხამად ან წამლად. მე-16 საუკუნეში უთქვამს ეს ექიმს და ალქიმიკოს პარაცელს. მკითხავთ, რატომ შეგახსენეთ ეს? არც თუ ისე უიშვიათესი ჭეშმარიტება, რომელიც ისედაც იცოდით, მე დაგიბრუნებთ კითხვას, რამდენად ხშირად იხსენებთ მას და რამდენად ხშირად იყენებთ მას თქვენს რეალურ ცხოვრებაში. სწორედ ეს პრინციპი მუშაობს სოციალური ქსელების შემთხვევაშიც. თუ ჩვენ სწორად განსაზღვრავთ დოზას და მოტივს სოციალური სივრცის მოხმარების, ის შეიძლება ჩვენთვის იყოს თერაპიული სარგებელის მქონეც კი. რა სარგებლობა შეიძლება მოჰქონდეს სოციალურ სივრცეს? პირველ რიგში ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ემოციური განმუხტვა, შიგნიდან წამოსული ემოციის გარეთ გამოტანა და ხელშესახებად ქცევა. ლამაზი კადრის, ლამაზი მომენტის, ვიდეოს, აზრის და ასე შემდეგ. ეს შეიძლება იყოს კავშირის და კომუნიკაციის არაჩვეულებრივი საშუალება, როცა შენ რაღაცას პოსტავ, აქვეყნებ, წერ და პოულობ თანამოაზრეებს, ასე ვთქვათ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დღესდღეობით სოციალური ქსელები არის ლამის ერთადერთი საშუალება იმის, რომ ყველაფერი ვიცოდეთ ერთმანეთის შესახებ. არ დაგვავიწყდეს ერთმანეთისთვის დაბადების დღის მილოცვა, ქორწინების, ბავშვის გაჩენის, თუნდაც მისამძიმრება და რაღაცა ტკივილის და სამწუხარო ამბის გაზიარება. კომუნიკაციის შესანიშნავი საშუალებაა მოკლედ. ეს არის უბრალოდ ესთეტიკური სიამოვნება, რომ მე სადღაც ვარ, ბუნებაში ულამაზესი კადრი შევნიშნე, აღბეჭდე და გაგიზიარე, რომ აი მე სად ვარ, მე რა ვნახე, მე მომინდა რომ ეს ყველაფერი შენთვისაც გამეზიარებინა და კადრზე დამეფიქსირებინა. და ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი ზრდის დღიური, არა მხოლოდ ზრდის, ცხოვრების დღიური, ასე ვთქვათ. ჩვენ ადრე ყველა ოჯახში გქონდა ისედაც ფოტოალბომები, რომლებსაც გადმოვიღებდით და სტუმრებს ვათვალიერებინებდით, სად ვისვენებდით, სად ვატარებდით, თქვა თავისუფალ დროს, როგორ გამოვიყურებოდით და ასე შემდეგ. აქაც ფაქტიურად იგივე ხდება. უბრალოდ აქ ფოტოალბომმა და დღიურმა ერთად მოიყარა თავი, ყველაფერი ერთად შეჯამდა. თუ ეს ყველაფერი მართლა არ გახდება რაღაცა კიბერთავდასხმის მსხვერპლი ან რაღაცა გლობალური ელექტროენერგიის უქონლობის, ათეული წლების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია რომ საკუთარ ცხოვრებას აი ესე ჩამოვსქროლოთ და გადავავლოთ თვალი, როგორები ვიყავით, რით ვცხოვრობდით, ვისთან ვმეგობრობდით, რა ხდებოდა საერთოდ. არაჩვეულებრივია ეს ყველაფერი, ჩემი აღქმით, თვალდათვალ შეიძლება უმზიროთ საკუთარ ცხოვრებას. არ ვაპირებ, რომ დღევანდელი ვიდეო გადავიყვანო რაღაცნაირად სამწუხარო რელსებზე, მაგრამ არ შემიძლია არ გავიხსენო კიდევ ერთი რამ. ჩემს სივრცეში პირადად არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა. მას ჰქონდა საკუთარი ქსელი და ახლაც Facebook-ი მახსენებს ხოლმე მათ დაბადების დღეს. და აუცილებლად ეს დღეები დაკავშირებულია ხოლმე ამ ადამიანების განსაკუთრებულ მოგონებასთან. ამომიგდებთ ფოტოებს, რომელიც საერთო მქონდა მათთან. ეს შეიძლება იყოს სევდის მომგვრელი, მაგრამ ეს არის ასევე რაღაცნაირი სითბოს და სიყვარულის მომგვრელი. ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალეთ არის შესანიშნავი და მართლაც შეიძლება რომ სასარგებლო იყოს სოცქსელები, ოღონდ ჩემი შეხედულებით ერთადერთ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავიცავთ ერთ ოქროს წესს, რომ ამ ყველაფრის გაზიარება იქნება აუცილებლად ყოველთვის შედეგი და არავითარ შემთხვევაში მიზანი. თუ შენ მოგზაურობ, ყავას სვამ, ცეკვავ, მეგობრებთან ერთობი, არ ვიცი, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ეს ყველაფერი აქციო პოსტად, მიიღო რეაქციები, მოიწონო თავი, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთლიანად მახე. ამ შემთხვევაში სტრესი გარანტირებულია, იმიტომ რომ შენ კარგავ მომენტს, შენ კარგავ ცხოვრებას. მაგრამ თუ შენ ჯერ გაიხარე ამ წუთით, დატკბი პროცესით, ისიამოვნე ამ წიგნით, ვთქვათ, ჩამავალი მზის კადრებით და აი შემდეგ გაგიჩნდა განცდა, რომ მოდი ამ ყველაფერს ახლა აღუბეჭდავ და შემდეგ გავუზიარებ სხვებსაც. ეს არის ჯანსაღი მომენტი. შენ ამ დროს არავისგან არაფერს არ ითხოვ, შენ ამ დროს გასცემ. ანუ, როდესაც აქცენტი სხვისი შეფასებისთვის ბრძოლიდან გადადის საკუთარი გაზიარების სურვილზე, მაშინ ეს ტოქსიკური სივრცე შეიძლება გადაიქცეს ძალიან სასარგებლო არენად. ერთი ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური კონცეფცია არსებობს, რომელსაც ქვია ნაკადის მდგომარეობა. წამები, როცა შენ კარგავ დროსა და სივრცეს. ეს არის წამები, როცა შენ იმდენად ხარ ჩართული შენ შემოქმედებით პროცესში, რომ ამ დროს სხვა არაფერი არ არის მნიშვნელოვანი და არაფერი არ გაინტერესებს და არ გახსოვს. სინამდვილეში გარემოსთვისაც სწორედ აი ეს ნაკადის მდგომარეობის ემოცია არის ხოლმე მიმზიდველი. ჩვენ ადამიანები
შესანიშნავად ვგრძნობთ ქვეცნობიერად, როდის აკეთებს ვიღაცა რაღაცას მხოლოდ აღიარებისთვის და როდის იმისთვისაც, რომ მას უბრალოდ შიგნიდან აწვება სათქმელი და სურს თავისი ემოციის, ან თავისი, სიხარულის, ან მწუხარების გულწრფელად გაზიარება. იცი რა არის ყველაზე დიდი ირონია? როდესაც ყველაზე მეტად მოვეშვებით აი ამ ლაიქებზე და რეაქციებზე კონცენტრირებას, ვიულობას და გადავდივართ აი ამ თვითრეალიზაციის აზარტში, მით უფრო მეტი ადამიანი ახერხებს ჩვენს ჭეშმარიტ ემოციებთან დაკავშირებას, ასე ვთქვათ. ხოლო თუ ჩვენ დამოკიდებულები ვართ სხვის აღიარებაზე მთლიანად, მაშინ ჩვენი ანთება, ასე ვთქვათ, არის სხვების ხელში. ანუ ასანთი მათ ხელშია, უნდა აგვანთებენ, უნდა ჩაგვაქრობენ.